ჩრდილოეთი დაიშლება, ხოლო სერაფიმ საროელი მკვეთრით აღსგება სინანულის საქადაგებლად დროჟამამდე. დასავლეთი დღეს რომ წყლული ვითარდება საქართველოს ეშმაკობით სურს ხელში ჩაგდება. დასავლეთი ოკეანეში ჩაიძერება. იცით თქვენ რომ ამერიკა კონტინენტი საერთოდ აღარ იარსებებს. ეს გახდა ცნობილი რამდენიმე წლის წინათ, როდესაც აბრაამის გზაზე იერუსალიმთან მე პირადად ყოფილ ვარ იქ. ტაძრის ნანგრევებში თარიღდება დავარაუდოთ მე-23 საუკუნით, სადაც უძველესი ბაზილიკა, ესე იგი უძველესი ეკლესია აღმოჩნდა თავისი ნაშთებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ტაძარში იპოვეს, ეს არის გათხრების შედეგად უძველესი მანუსკრიპტი, ანუ ხელნაწერი. დღეს რომ ცამდე აუწევია ჩრდილოეთს და დასავლეთს თავი, მათი ხსენება არ იქნება, ჩრდილოეთი დაიშლება. მოსკოვის სამთავრო, საიდანაც იმპერიული დაპყრობითი ომები დაიწყო მე-17 საუკუნეში, აი ამ ხელა დარჩება რუსეთი ბოლოს. ჩრდილო რუსეთი საერთოდ დაიტყორება, იმიტომ რომ სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვს შორის გაჩნდება ანტიქრისტი. ამიტომ დაიწყებლება ეს ხარი. ამერიკა რატო ჩაიძერება სამშობლო ანტიქრისტი. 12 წლიდან როცა მისი ებრაელ დედასთან ერთად გადავა ამერიკაში, მიიღებს დასავლურ სამხედველობას, აი ეს ხარის დაიწყებლება და საერთოდ ოკეანეში ჩაიძერება. წინ რა უნდა უძღოდეს, კატრინები, ქარიშხლები, დაწყებულია თუ არა ამერიკის კონტინენტზე ეს ყველაფერი. დამანგრეველი მიწისძვრები, მაგალითად ეხლახანს მომხდარი ჩილეს ცნობილი მიწისძვრა 8 რომ ბალისინძლავრის იყო, რომელმაც ესე იგი დროში ამოკლა, როგორც მეცნიერები ესე იგი შეშინებული საუბრობენ, რომელიც გასაოცარ კატაკლიზმებს გამოიწვევს დედამიწის ზედაპირზე. 16 ქერქი დედამიწის ამიწებზე დაეჯახა ერთმანეთს, კოლოსალური ენერგია წარმოიშვა, დანარჩენს მე აღარას გეტყვით. ანუ ჩვენ ვართ თავად მონაწილე და მომსწრენი იმ მოვლენების, რაც წმინდა მამების მიერ საუკუნების წინათ არის აღწერილი. ან თუნდაც რა დღის ხუთი მართლმადიდებელი წმინდა მამის, რომელიც სხვა ეროვნების, სხვა ქვეყნებიდან წარმოშობისანი არიან, წინასწარმეტყველება უამრავი, მათ შორის ივერის ღვთისმშობლის დაბრუნებას და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რაც არის, ეს არის ევროკავშირის შექმნა თავდაპირველად ევროპის კონტინენტზე და ბუნდოვნად კი არა ნათქვამი. წელი არის დასახელებული 1992 წელს ევროპის კონტინენტზე და 4 კიდევ სხვა არის კონტინენტი უკანასკნელ ჟანრს შეიქმნება ევროსახლე. კი ბატონო, თქვენი ტყვით შეიქმნა მერე რა? როდესაც ეს მოხდება, ამბობს ამ მამებს შორის უდიდესი ნილოს მირომდინარე, რომლის წმინდა სხეულიდან 300 წელიწადია ათონზე მოედინება, მისი სენაკშია დასვენებული, არადაგრძალული წმინდა მირონი და მრავალი რამე წინასწარმეტყველა. აი ეს მამა ამბობს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ბოლო მოვლენა. მოკლედ ეგ როცა მოხდება, მალე გაბატონდება ანტიქრისტი, ამბობს ევროკავშირი რომ შეიქმნება. ჩვენ წინკარში ვდგევართ, ჭურში ვსხედავართ სინამდვილეში და გონია რომ ეს სხვაზე ითქვა, სხვა დროს ითქვა. ბევრი თქვენთაგანი იქნება ამისი მომსწრეს და ერთგვარად თანამონაწილე.